ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ პოდკასტს ვრცელი ისტორია. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენი მთხრობელია ჯიბას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე. წინა ეპიზოდში ჩვენ ვილაპარაკეთ პირველი მსოფლიო ომის დაწყებაზე, იმ წინაპირობებზე, რამაც განაპირობა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ესეთი მასშტაბის უპრეცედენტო ომი, რომელსაც თავის დროზე, რა თქმა უნდა, ცხადია, სულაც არ ერქვა, რომ ეს იყო პირველი მსოფლიო ომი, ესე არ აღიქმებოდა. დაიწყო ევროპის აღქმით მორიგი ომი, მორიგი გადანაწილება თავისი წინაპირობებით და მიზეზებით და შემდეგ უკვე ეს გადაიზარდა ამ მსოფლიო მასშტაბის უპრეცედენტო ომში, რომელიც აღმოჩნდა სიურპრიზი, პირველი მას, რა თქმა უნდა, მოგვიანებით ეწოდა. ეს წინაპირობები ჩვენ მიმოვიხილეთ, აგრესორი იყო გერმანია, ხო, თორნიკე? და რა იყო გეგმა მისი? თავდაპირველი შტაბში შემუშავებული გეგმა, რა უნდა გაეკეთებინა გერმანიას, როდესაც ეს ომი დაიწყო და რა მიზნები ჰქონდა მას, რას ისახავდა, სადამდე მისვლას, რა იყო მისთვის გამარჯვების გეგმა? გამარჯვების გეგმა ემყარებოდა ჯერ საფრანგეთის, ესე ვთქვათ, დამარცხებას და მერე რუსეთის დამარცხებას. ამაში მდგომარეობდა შლიფენის გეგმა, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ძალების უმეტესი ნაწილი ურტყამენ საფრანგეთს, გადიან ბელგიის ტერიტორიის გავლით, მერე იღებენ პარიზს და ამასობაში რუსეთი ამთავრებს მობილიზაციას, რუსეთში მობილიზაცია ნელა ხდება ვიდრე საფრანგეთში წესით და მერე ურტყამენ რუსეთს. ეს ძალები მერე ბრუნდება, უпроსტოდ მერე გადის ეს ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე და ურტყამენ რუსეთს. ნუ ხე გერმანია აგრესორი, ამაზე მიდიოდა ბევრი მსჯელობა, რამდენად იყო გერმანია აგრესორი. ფაქტი არის ის, რომ გერმანია გამოუცხადა ომი საფრანგეთს მართლაც არაპროვოცირებულად. არაფერ შუაში არ იყო საფრანგეთი არანაირად. რუსეთთან კიდე შეიძლება ითქვას, რომ შუაში იყო, რუსეთმა დაიწყო მობილიზაცია და გერმანიამ გააფრთხილა, რომ გაეჩერებია მობილიზაცია, როცა ვარი მიიღო, გამოუცხადა მერე ომი. და საფრანგეთს გამოუცხადა ომი, როგორც ვისაუბრეთ, იმიტომ რომ სწორედ ეს შლიფენის გეგმა არ ჩაურნილი იყო, რომ ჯერ საფრანგეთზე დაერტყათ. აი აქ მოხდა გადამწყვეტი, ესე ვთქვათ, მომენტი არის საფრანგეთის ფრონტზე ზუსტად, ჯერ ერთი ბელგიის გავლა გაუჭირდებათ. ბელგია წინააღმდეგობას გაუწევს და მერე იქვე გადააწყვეტებიან ინგლისელებს, რომელიც გადასხამენ ამასობაში ჯარს კონტინენტზე. და ინგლისელების გადასხმა კონტინენტზე გერმანელების იქნება სიურპრიზი და ასე სიურპრიზი იქნება ის, რომ ინგლისი, რომელსაც გააჩნია იმპერიოში ყველაზე უფრო მცირე სახმელეთო არმია, იმიტომ რომ ძირითადად ზღვაზე ბატონობს, ხო და მას ხმელეთიდან ვერავინ საფრთხეს ვერ უქმნის, აღმოჩნდება, რომ ის სახმელეთო არმია თავის ზომის სიმცირის მიუხედავად ძალიან ეფექტურია და კარგად არის მორგებული იმ ახალი ომისთვის, რომელსაც წარმოადგენს თურმე პირველი მსოფლიო ომი. ანუ პირველი მსოფლიო ომი სხვანაირად მიდის უკვე რა და სწორედ მსგავსი ომისთვის არის ზედგამორჩილი ინგლისური არმია ბრიტანული, რომელიც ომობდა მანამდე კოლონიებში აჯანყებულებთან. ანუ მიჩვეულია უფრო ასიმეტრიულ ომს. მერე ეს ომი თავიდანვე გაირკვა, რომ იქნებოდა სხვანაირი. იმიტომ რომ ტყვიან ფრქვევი ამასობაში გამოგონებული და ტყვიან ფრქვევი უშლის ხელს ჯარს, რომ გადავიდეს პირდაპირ შეტევა, როგორც ხდებოდა მანამდე. და როგორც ვიცით, ჩვენ მთელი 4 წელი მიდიოდა მერე სანგრების ომი, სწორედ ტყვიან ფრქვევის გამო ძირითადად. და ბრიტანული არმია ამოჩნდა სწორედ ამისთვის მსგავსი ომებისთვის. ამიტომაც გაუჭირდათ გერმანელებს გავლა მერე ბრიტანელებმა დაიხიეს მერე უბრალოდ უკან, რომ დაინახეს, რომ ფრანგებს უჭირდა ძალიან და ფრანგები მიხედვენ უკან ბრიტანელებს დაიხიეს უკან. ამასობაში მოხდა ისე, რომ რუსებმა ძალიან სწრაფად დაასრულეს მობილიზაცია, უფრო სწრაფად ვიდრე ელოდნენ გერმანელები და ორი არმიი დაიძინა აღმოსავლეთ პრუსიის მიმართულებით, თანამედროვე კალინინგრადი. გერმანელებს იქ სულ ერთი არმია ედგათ, თავისთავად ცხადია დაპანიკდა გერმანიის მთავრობა, დაპანიკდა გერმანიის იმპერატორი და გადაწყვიტეს, რომ რაღაც ნაწილი გერმანული, ისე ვთქვათ, შენერთების, რომელიც უტევდა ამასობაში პარიზს, გადაესვათ აღმოსავლეთის მიმართულებით, რომ დაეცვათ ელემენტარულად ბერლინი. როგორც გაირკვეს, არ იყო საჭირო, იმიტომ რომ იქ დგარმა აღმოსავლეთის ფრონტზე დგარმა გერმანიის ერთმა არმიამ მოიგერია ორივე რუსული არმია, ორივე სამარცხვინოდ დაამარცხა და სამაგიეროდ მოხდა ისე, რომ დააკლდა ძალა გერმანიის შენერთებს დასავლეთ ფრონტზე, პარიზის ფრონტზე, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ აიღეს და როცა ვერ აიღეს პარიზი, ჩავარდა პრაქტიკულად ეს შლიფენის გეგმა და მივიღეთ ტიპიური გამოფიტვის ომი თავის სანგრებით, ტყვიან ფრქვევით და გამოფიტვის ომში ცხადია იმარჯვებს საბოლოო ჯამში ის ძალა, ის მხარე, რომელსაც გააჩნია მეტი ადამიანური რესურსი. ნუ მეტი ადამიანური რესურსი თავიდანვე ცხადია იყო უფრო ანტანტას მხარეს, რუსეთს უზარმაზარი ადამიანური რესურსები, საფრანგეთს, ინგლისს კი თავისი ბრიტანეთის იმპერიას თავისი კოლონიებიანად მეტი მოსახლეობა ყავს ცხადია ვიდრე გერმანიას და ავსტრიას, არ გავიწევს ამასობაში იტალიას გადავიდა ანტანტას მხარეს, ხო? ანუ გერმანია, ავსტრია თითქმის მარტო ომობენ, არავის სერიოზული მოკავშირე არ აყავთ ეხლა, მოკავშირე ბულგარეთს სიტყვაზე ჩაერთო მე მათ მხარეს, მაგრამ ბულგარეთი ვერ გადასწონი და თურქეთი იყო შედარებით სერიოზული მოკავშირე, იმიტომ რომ მას სრუტეები ჩაუკეტა რუსეთს
და სრუტეების ჩაკეტვა თავისთავად ცხადია ძალიან მძიმე დარტყმა იყო რუსეთს, იმიტომ რომ ის იქიდან უკავშირდებოდა გარე სამყაროს. მაგრამ ტრადიციულად ინგლისური გავლენის ქვეშ ყოფმა თურქეთმა, რომელიცაც ინგლისი ამუშავებს, ესე ვთქვათ, და იყენებს რუსეთის შესაკავებლად და ეს ჩვენ ვიცით, რომ თავი საკითხი არის სრუტეები, რომ რუსეთს არ ქონდეს საშუალება გავიდეს. როგორ აღმოჩნდა თურქეთი გერმანიის მხარეს, როცა ის ყოველთვის იყო ექვემდებარებოდა ამ რაღაცა ინგლისურ. ხო, გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, ერთი რომ გერმანელებმა ჩადეს ძალიან დიდი ფული თურქეთში, მათ შორის ჩადეს იქ ოფიცრების და სამხედრო პოლიტიკური ელიტის გამორწმუნებაში და განათლებაში და მთავარი მოქმედი ფიგურა ენვერ ფაშა, ვინც გაუხსნა სრუტეები მაშინ ორ გერმანულ სამხედრო ხომალდს, მანამდე იყო გერმანიაში მუშაობდა სამხედრო ატაშე. ანუ აი ამ სუბიექტურმა და ამ ინვესტიციამ რაღაც მომენტში გაამართლა, რომ მათ დახარჯეს ამაზე უფრო მეტი და გაამართლა და აღმოჩნდა თურქეთი მოკლედ გერმანიის მხარეს ომში. ეს ომი, რომელიც 1914 წელს დაიწყო, მე ძალიან სწრაფად გაიზარდა და მოიცვა, ხო? მთელი მსოფლიოს ძირითადი ქვეყნები. და აქ აღმოიჩინეთ ჩვენ, რომ ამერიკაც არის ომში ჩართული. ჯერ არა, მათ ჩაებმება. ამერიკა თავიდან აერთმება ომში არანაირად. უჭირავს მკაცრი ნეიტრალიტეტი და ომიდან მოგებული რჩება, რა თქმა უნდა, ამერიკა, იმიტომ რომ როცა ეს ომი გაიწელა, საფრანგეთს და ინგლისს დასჭირდათ ელემენტარულად ფული და იღებდნენ სესხებს ამერიკისგან. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ამ ომის დროს ინგლისმა მოახდინა გერმანიის ბლოკადა ზღვიდან. და გერმანიამ იქამდე როგორც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, ძალიან დიდი ფული ჩაყარდა ყოველდა ძლიერი ფლოტი, რომ ბრიტანეთს გაჯიბრებოდა, ბრიტანეთის გაესწრო ზღვაზე. მაგრამ ვერ მოასწრო ცხადია უფრო ძლიერი ფლოტის მშენებლობა და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ პირდაპირ გაატანეთ მნიშვნელობით ის დახარჯული ფული ფლოტზე წყალში ჩაიყარა. იმიტომ რომ დაბლოკა ბრიტანეთმა მთლიანად გერმანული ხომალდების იმპორტებიდან ვერ გამოდიოდნენ, ერთ-ერთი რაც შეძლო მე გერმანიამ იყო ის, რომ წყალქვეშა ნავებით მიაყენა რაღაც ზარალი ინგლისს, მაგრამ ამაზე მე ვილაპარაკებთ, ხა მინდა ამას დაუბრუნდე, რა ქნა ინგლისმა პირველი ბლოკადა ზღვაზე გერმანიის, რაც პრინციპში ცხადი იყო ყველანაირი სამართლებრივი ნორმის დარღვევა, მაგრამ არაუშავს ომში ყველაფერი მოსულა და მეორე ფინანსური სანქციები გერმანიას. იმ პერიოდში მსოფლიო ვალუტა არის გირვანკა სტერლინგი და გირვანკა სტერლინგზე ჩაუკეტა წვდომა მთლიანად გერმანიას და ავსტრიასაც თავისთავად ცხადია იმ პერიოდში ინგლისმა. რაც გირვანკა სტერლინგს როგორც მსოფლიო ვალუტას ძვირად დაუჯდა და მოყოლებული იქნა პირველი მსოფლიო ომის მერე გირვანკა სტერლინგს ანაცვლებს დოლარი და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფინანსური ცენტრი ინაცვლებს ლონდონიდან ნიუ-იორკში. ანუ ამ ომში, პირველ მსოფლიო ომში, ყველა ევროპული სახელმწიფო, მათ შორის გამარჯვებულების ფორმალურად აღმოჩნდნენ დამარცხებულები გრძელვადიან პერსპექტივაში და იხეირა ყველაზე მეტად ცხადია ამერიკა, რომელიც შორს იყო და ამ ომში ჩაბმას არ აპირებდა საერთოდ. ჩაითრიეს გერმანელებმა თავის სიგიჟეებით, მაგრამ მოიცით ჯერ მივყვეთ ცოტა ქრონოლოგიურად. მახსენეთ თურქეთის სრუტეები. იქამდე როგორც ჩვენ ვიცით, მთელი მე-19 საუკუნე ინგლისი ცდილობს, რომ სრუტეებს რუსები არ გააკაროს. მაგრამ რახან ახლა რუსეთი მათი მოკავშირეა და თან პლუს სამასობაში არსებობს სუეცის არხი და სრუტეები აღარა ესე მნიშვნელოვანი და რაც თავარია თურქეთი ჩაება ომში ინგლისის წინააღმდეგ, უკვე ჯანდაბად შეიძლება დავიწყოთ ეს თურქებთან მეგობრობა და რუსეთს ბოლოს სრუტეები მისცენ. და შეთანხმდებიან იმაზე, რომ რუსეთს მისცენ სრუტეები. ეს როგორ ხდება? ინგლისელები გადაწყვეტენ ეს ჩერჩილის იდეა სხვათა შორის, რომ დაარტყან მათ ესე ვთქვათ, მათ მოწინააღმდეგეებს ყველაზე უფრო სუსტ წერტილში. სუსტი წერტილი ცხადია არის თურქეთი, ყველაზე სუსტია მეორე ბლოკში, არა? და თან ამას ორმაგი დანიშნულება აქვს. ერთი რომ ურტყამენ ყველაზე უფრო სუსტ მოკავშირეს და მეორე ურტყამენ დარდანელში. უნდათ რომ დარდანელის სრუტეს დაარტყან, აიღონ, ამგვარად რუსებს გაუხსნან გზა, ანუ გაჭრან გზა რუსეთთან, რუსეთი დაბლოკილია და უჭირს ძალიან და ითხოვს რაღაცებში დახმარებას, მათ შორის დახმარებას ითხოვს ტყვია წამლით და ასე შემდეგ. და ამას თუ გააკეთებენ, ორ კულს დაიჭერენ. თურქეთს ამარცხებენ და თურქეთს და ბოდიში რუსეთს უხსნიან გზას სრუტეებიდან გაუმალო გზას ხმელთაშუა ზღვაზე, სადაც უკვე ცხადი ინგლისელები ბატონობენ, იმიტომ რომ მათი არის იგივე გიბრალტარის სრუტე და მათ მსოფლიოში უძლიერესი ფლოტი ყავს და გერმანული ფლოტი ჩაკეტილია ამ დროს საერთოდ და ავსტრიის ფლოტს რაც შეეხება ძალიან სუსტი, თითქმის არაფერი არის რა, ძალიან სუსტი ფლოტი ყავთ მათ. ესე იწყება ოპერაცია დარდანელის აღებისთვის და სანამ ეს ოპერაცია დაიწყება, რუსეთი აიძულებს საფრანგეთსაც და ინგლისსაც, რომ მოაწერიოს ხელი ვალდებულებაზე, რომ ეს ომი რომ მორჩება, ბოლოს და ბოლოს სრუტეები გადაეცეს რუსეთს. ანუ აიხდენენ რუსები თავიანთ საუკუნოვან ოცნებას. ორი მათი მთავარი მოწინააღმდეგე ამ საკითხში, სრუტეების საკითხში, უწერენ ხელს, იღებენ ვალდებულებას, რომ შენია სრუტეები. და რახან თურქეთი არის ჩაბული გერმანიის მხარეს, ანუ ისტორიის არასწორ მხარეს,
წყდება პრაქტიკულად თურქეთის იმპერიის ბედი, როცა მთავრდება ეს ომი, თურქეთის იმპერიას ინაწილებენ. ერაყი მიაქვს ინგლისს, პალესტინას მიაქვს ინგლისს, სირია მიაქვს საფრანგეთს და რუსეთს ოღონდ ვერაფერი ვერ მიაქვს, იმიტომ რომ რუსეთში რევოლუცია ხდებოდა. რევოლუცია როცა ხდება, ყველაფერი ვერ. მან სანამ მაგამდე მივალთ, აი საინტერესოა რა ფორმით იგულისხმებოდა ამ სრუტეების გადაცემა, რომ ანუ კი ბატონო, წაიღეს სრუტეები, იგულისხმება რომ მიაქვს ქალაქიანად, ანუ კონსტანტინოპოლი შეუძლია აიღოს? კონსტანტინოპოლიან და მემუჯნავი ტერიტორიებიანად შეუძლია წაიღოს. ისე როგორც წაიღო ინგლისმა მთელი ტერიტორიები ერაყი და საფრანგეთმა სირია. ანუ მოხდა გარიგება, რომ ომის დასრულების, გამარჯვების დასრულების შემდეგ ვის რა ტერიტორია მიაქვს. უბრალოდ საინტერესოა, რომ იგულისხმება გავლენა იმ ტერიტორიებზე, არსებულ სახელმწიფოებზე თუ მოსახლეობაზე თუ პირდაპირ მიაქვს ეს ტერიტორია, თან ამის მარტივია პრინციპი შავი ზღვა, სანახევროდ უკვე მისიეს რუსეთის, ხო? და შავი ზღვის კიდე რაღაც ნაწილი მიაქვს. და საინტერესო რა არის, ხა როცა იწყება ოპერაცია დარდანელში, ოპერაციას იწყებს ბრიტანეთის იმპერია თავისი ახალზელანდიელებიან, ავსტრალიელებიან და კანადელები, ფრანგებიც არიან. ანუ იქ ყველანი ომობენ თავიდან რუსების გარდა. ანუ რუსები მიიღებენ საჩუქარს. ფრანგები და ინგლისელები თავი მოწინააღმდეგეები რუსეთის იქამდე ამ საკითხში. სრუტეების თვითონ მიდიან რუსეთები წართვან თურქეთს და ომი რომ რჩება რუსეთს რო დაუტოვონ. ეგაა ძალიან საინტერესო. იდეალური სცენარია რუსეთისთვის მოკლედ რა, მაგრამ არ გამოვა ეს წართმევა. იმიტომ რომ დახდებიან გამაგრებულები კარგად თურქები, და არა მხოლოდ თურქები, გერმანელი ოფიცრებიც არიან და თურქებიდან აი ამ ბრძოლის დროს თავს გამოიჩენს ძალიან მაგრად ოფიცერი მუსტაფა ქემალი, რომელიც მომავალში ხდება მერე ათათურქი. ეს არის ქემალის პირველი გმირობა, რომელთაც მას გაიცნობს არა მხოლოდ თურქეთი, არამედ მთელი მსოფლიო შეიძლება ითქვას. ეს რეალურად არაფერს არ ნიშნავს საბოლოო მიზნებისთვის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიცით წააგო ომი გერმანიამ, ავსტრიამ და თურქეთმაც და მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია ჩავარდა, წესი დარიგით რუსეთი მაინც მიიღებდა თავისას, ანუ კონსტანტინოპოლს, მაგრამ რუსეთში მოხდა რევოლუცია და საბოლოო ჯამში ვერ მიიღო და ამაზე მოდი მე ვისაუბროთ ცალკე, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული დიდი თემა და ცხადია ჩვენს გვეხება, ხო, საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს ამ პერიოდში სწორედ რევოლუციის წყალობით შეიძლება აი საქართველოს როცა ახსენე, აი ამ პირველი მსოფლიო ომის შემთხვევაში სადაც გერმანია ავსტრიის წინააღმდეგ არის, ანუ სად გადის ეს აღმოსავლეთი ფრონტის ხაზი, კალინინგრადი და სად გადის, რომელ ქვეყნებზე გადის, ეს არის საინტერესო და რა კი თურქეთი არის ჩართული გერმანიის მხარეს, რა ხდება სამხრეთ კავკასიის აქ არის ფრონტის ხაზი. აქ არის ფრონტის ხაზი, მაგრამ არა გადამწყვეტი პრინციპში არანაირად, ხო? თავი ფრონტის ხაზი რუსებისთვის არის გერმანიასთან, ავსტრიასთან, ავსტრიას ისინი ჯობნიან, მაგრამ გერმანიას ვერანად ვერ ჯობნიან. ანუ რო შეხება ჩვენ ვინ ჯობნის, ავსტრიელები ჯობნიან იტალიელებს, იტალიელები კვლავ ძალიან ცუდად ომობენ. რუსები ჯობნიან ავსტრიელებს, გერმანელები ჯობნიან რუსებს. და გერმანელებს ერთობლივად აკავებენ ძლივს ფრანგები და ინგლისელები. ყველა ძლიერი არმია ყავს ხათია გერმანიას. ოღონდ აქ პრობლემა რაში არის? აი გერმანიის არმიის სიძლიერე და გერმანიის სამხედროების, რა ვიცი, ეფექტურობა საბოლოო ჯამში ითამაშებს ძალიან ცუდ როლს გერმანიის საგარეო პოლიტიკისთვის. იმიტომ რომ გერმანიის სამხედროები ამყარებენ კონტროლს, შეიძლება ითქვას, საგარეო პოლიტიკაზეც და ძალიან დიდი გავლენა, ზედმეტი გავლენა აქვთ იმპერატორზე. და როცა იმპერატორი იღებს გააწყვეტილებას, პირველ რიგში ანგარიშს უწევს სამხედროებს და გააწყვეტილება ეფუძნება სამხედრო მოსაზრებას და არა იმდენად დიპლომატიურ პოლიტიკურ მოსაზრებას. ანუ ომის დროს მიდის ამდენიმე მცდელობა მოლაპარაკებების, რომი გააჩერონ. ყველაზე უფრო სერიოზული მცდელობა იყო უკვე ბოლოს 17 წელს, პაპი იყო ჩართული, პაპი იყო შუამავალი, მაგრამ გერმანელი სამხედროები ამ მოლაპარაკებების როლს, რომლებიც ისევ და ისევ ახდენენ ძალიან დიდ გავლენას გერმანულ დიპლომატიაზე და იმპერატორზე, ამბობდნენ, რომ ჩვენ რაღაც ტერიტორიები, რაც ახლა გერმანია მოიპოვრო, დავიტოვოთ. აბა ხა ჩვენისთვის ვიომეთ. ანუ უყურე სამხედრო ლოგიკაა, ხო? ვიომე, ჯარისკაცები დამეხოცა, ავიღე, მოწინააღმდეგე წავართვი ვაჯობე, მოიცა ახლა მშვიდობას თუ ვაწერხელს, ყველაფერმა დავკარგო, დაუბრუნე საწყის პოზიციებს, ანუ მეც იგივე მრჩება და წაგებულსაც, ანუ გერმანელები უყურებენ საფრანგეთს უკვე წაგებულს, იმიტომ რომ მათ ტერიტორიაზე შევიდნენ, ლამის პარიზი აიღეს და გერმანიის ტერიტორიაზე ომი არ ყოფილა საერთოდ პირველი მსოფლიო ომი. ამიტომაც აი მიუხედავად იმისა, რომ აშკარა ხდებოდა, რომ გერმანია იფიტებოდა ამ ომში, იფიტებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ ბლოკადა ქონდა გერმანია დაწესებული ინგლისელების მხრიდან და პლუს ამას გავიხსენოთ, ეს კიდევ ის დროა, როცა სოფლის მეურნეობაში არ მოხდა ტექნოლოგიური ისე თქვა რევოლუცია და ეხლა არ უჭირს გამოკვება თავის გერმანიას არანაირად, მაგრამ მაშინ გერმანიას ისე როგორც ავსტრიის იმპერიას თავის გამოკვება უჭირდა ძალიან სერიოზულად და იმპორტირება უწევდა ძალიან ბევრი პროდუქციის. და ამიტომაც მოხდა, რომ გერმანიაში იყო,
შიმშილით ხალხი არ იხოცებოდა, მაგრამ გაცილებთ უფრო მშივრები იყვნენ გერმანიაში და ეს ჩანს ხოთაშორის ფილმებშიც, რომელიც არის პირველ მსოფლიო ომზე, გერმანელი ჯარისკაცები რო აიღებენ ფრანგების სანგრებს, ჭამას იწყებენ. ისე არის მაშინ დახარბებულები კარგ საჭმელს, ნორმალურ საჭმელს. და ამან ცხადი ყველაფერმა ერთად დაანახა გერმანიაში ვინც იყო ჭკვიანი ნორმალური ხალხი, რომ გერმანია გრძელვადიანში წაგებული იყო მიუხედავად იმისა, რომ ის ომობდა სხვის ტერიტორიაზე, მაგრამ მაინც წაგებული ხარ, იმიტომ რომ ჯამში იფიტები. ეს გამოფიტვის ომი, ეს არის გამოფიტვის ომის ფენომენი. ვითომ მოგებული ჩანხარ, მაგრამ რაღაცა ხდება უცებ. იფეთქებს და დამთავრდა ჩამოგენგრება ყველაფერი. მოსახლეობა შიმშილობს, შენი ჯარი წინ ვერ მიიწევს, შენი ჯარი ნაწილი იხოცება, იმის იხოცება, მაგრამ შენ ნაკლები ჯარი ყავს, იმას მეტი ის უფრო აიტანს დანაკარს. ეს დაემართა საბოლოო ჯამში გერმანიას. და ესაც დაემართა გერმანიას, როცა მოაწერა ხელი საბოლოო ჯამში დაზავებას, უკვე 1918 წელს, ბევრმა ეს გერმანიაში ეს დაზავება არ მიიღო. როცა გერმანია მოაწერა ხელი დაზავებას, ბევრმა გერმანელმა ეს არ მიიღო, ვერ გაიგეს რა მოხდა. რატომ? იმიტომ რომ ფიქრობდნენ რომ მოიცა ერთ წამით, ჩვენ ხო ბრძოლები თითქმის არ წავიგია. მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ვიყავით და რატომ მოაწერეთ ხელი ზავს? და ბევრმა ჩათვალა რომ გერმანიას ომი კი არ წაუგია სიამდვილეში, გერმანიას უღალატეს. უღალატეს ვინ? მარქსისტებმა, კომუნისტებმა და ებრაელებმა და ერთ-ერთი ადამიანი ვინც დაიჯერა ეს თეორია რომ გერმანიას ომი არ წაუგია და ვიღაცებმა უღალატეს და ამიტომ მოაწერა ხელი ზავს, იყო ჰიტლერი. სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ხო, ამას მე შევეხები და ეს გახდა წინაპირობა იმისი, რაც უკვე 20-იანი და 30-იანი წლებიდან ხდება. მაგრამ საინტერესოა მართლაც რომ აი ეს ტოტალური 4 წლიანი ომი თითქმის დიდწილად ფრონტის ხაზების იმ ტექნოლოგიიდან გამომდინარე დიდად ფრონტის ხაზი ესე იგი არ იცვლებოდა. უბრალოდ ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა სანგრული ომი. ცნობილი სათაური ცნობილი წიგნის დასავლეთის ფრონტი უცვლელია, წინ ვერ მიიწევს ვერცერთი მხარე. თავიდან ფრანგები გიჟურად მიიწევდნენ შეტევებზე და უმოწყალოდ ხოცავდა მათ გერმანელების ტყვიამფრქვევები ცხადად თვალშორის გერმანული გამოგონება არ იყო, ამერიკული გამოგონება იყო, გერმანელებმა აითვისეს ეს კარგად. და ამას დაემატა ის, რომ ფრანგებს ეცვა წითელი შარვლები. პანტალონ რუჟ. ეს ძველი ტრადიცია იყო, რაც კარგი სამიზნე იყო, როცა ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა დააყენა ეს საკითხი, რომ მოიცა ომია და ეხლა ომის დროს კარგი სამიზნეა წითელი ფერიდან ფეხებში სროლა ყველაზე უფრო ისე თქვა ფეხებში დაჭრა მოწინააღმდეგის ყველაზე უფრო ვერაგულია. მოწინააღმდეგე გამოყავს მწყობრიდან, მე მას უნდა უმკურნალო, მწყობრიდან დიდხანს გამოდის რა. და ის რესურსი მეტი იხარჯება მასზე. და მკურნალობის ცალკე მკურნალობის რესურსი, პენსია და ასე შემდეგ რა. ხო და როცა ვიღაცებმა თქვეს რომ ეს არშილები შევცვალოთ შარვლისფერი, იქვე ჩაქოლეს რომ ეს ტრადიციების ღალატია, ღირსების ღალატია და ფრანგები გაიჭრნენ შეტევაზე წითელი შარვლებით. ერთ-ერთი ფრანგი გენერალი, მეთაური მაშინდელი, ვინც ხვდებოდა რომ ეს გიჟური შეტევები იყო მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მონტანი და მეტი არაფერი და ჯობდა ამ შეტევებს ისე ყოფილიყვნენ სანგრებში ყოფნა არ იყვნენ და მე ბედნიერება რანაირად ხო წამოიდგინე ხა ტალახში ხარ წვიმაში ვირთხები და ტილები წყილები 1000 უბედურება ხო სიბინძურე კიდე ბომბები გაცვია თავზე, მაგრამ ეს ჯობია შეტევაზე გადასვლას. ის არის ნამდვილი გარანტირებული თვითმკვლელობა, კი. პეტენი იყო ერთ-ერთი, ვინც ხვდება ამბობდა რომ ხალხო არ გვინდა, ნუ მიდივართ გიჟებივით შეტევაზე. ძალიან საინტერესოა ისე ალბათ მე შევეხები თვითონ პეტენის ისტორია, ის იყო ერთ-ერთი ხო მეორე მსოფლიო ომის დროსაც, მაგრამ ის იყო ძალიან გმირი და მე მეორე მსოფლიო ომის დროს ვილაპარაკებთ, შეიძლება მას ლაპარაკიც ალბათ დღეს არის მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება და მე დეგოლის დამოკიდებულებაში მის მიმართ გამოჩნდა რომ სინამდვილეში ფრანგების ხვანაერად ესე მარტივად არ იყო საქმე. ხო, არის, მაგრამ ეხლა ჩვენ გავუსწრებთ ამითი მოვლენებს. ან ძალიან მალე გამოჩნდა რომ ეს არის ხვანაერი ომი და მე უკვე რა კი ეს მალე მიხვდნენ რა ღირდა ბრძოლაში მოგება. ვერ მიხვდნენ საკმაოდ დიდხანს. გიჟებივით მიდიოდნენ შეტევაზე. თავიდან იხოცებოდნენ ფრანგები, იმიტომ რომ ისინი ძალიან გვიან მიხვდნენ, მარტო პეტენი ამბობდა რომ გავჩერდეთ, სხვები არ უჯერებდნენ და გიჟებივით მიდიოდნენ შეტევაზე. მე რაღაც მომენტში გერმანელებმა მოინდომეს ვერდენის ცნობილი ბრძოლა რო არის, რომ მოდი ჩვენ შეტევაზე წავიდეთ. ფრანგების პროვოცირება მოახდინოთ, ეგენის გადმოვლენ შეტევაზე უფრო მეტ ფრანგს შავხოცავთ. მაგრამ ისე გამოვიდა რომ გერმანელები ჩაიხოცებენ ვერდენთან. და ეს თანაფარდობა აირია, თუ კი იქამდე ესე თქვათ ფარდობა იყო გერმანელების ხარეს, მეტი ფრანგი იხოცებოდა, ვერდენთან გერმანელები ძალიან ბევრი დაიხოცნენ და გერმანელებს ესე თქვათ ეს პრობლემა ჰქონდათ რა, ისინი უფრო ნაკლები იყვნენ ვიდრე ფრანგები, რუსები და ინგლისელები თავიანთი მithumetes კოლონიებიანად აღებული ერთად.
ანუ ერთი გერმანელის სიცოცხლე გაცილებით ძვირი იყო რეალურად ვიდრე მოწინააღმდეგე მხარეს. ეს იყო მათი პრობლემა. ჩვენ ახლა დაახლოებით იგივე სურათს ვხედავთ, ხო, უკრაინის ფრონტზე, სადაც აი ეს აღმოსავლეთის ფრონტი უცვლელია და უკვე გასაგებია, რომ ეს გადასული არის რესურსების ომში, სამობილიზაციო რესურსი რამხელა, ფინანსური დახმარება რამხელა და ჩვენ ვხედავთ აქ წინააღმდეგობებს, იმიტომ რომ ესე ადვილი არ არის ამ რესურსის მობილიზებაც, ხო და ბევრი წინააღმდეგობა აქვს. ერთ-ერთი ეს არის დგენელი, საზოგადოებრივი აზრი, სესხის შრომის საშუალება. შენ უკვე ახსენე, რომ მთელი სოფლიო ფინანსური სისტემის ცვლილება გამოიწვია ამ ომმა, იმიტომ რომ თუ კი მაშინდელი დოლარი იყო გირვანკა ფუნტი სტერლინგი, ეს უკვე იმიტომ რომ ვალები გაეზარდა, დამოკიდებული გახდნენ ამერიკას და ამერიკულმა დოლარმა ეს ჩაანაცვლა და ამერიკა გახდა ახალი ბრიტანეთი, შეიძლება ესე ითქვას, ხო? ამ ბებერმა ქალბატონმა დაბადა ახალი დიდი სახელმწიფო, ბევრად მეტი შესაძლებლობით. კოლონია საინტერესო. ხო, ბევრად დიდი სივრცით, ტერიტორიით, შესაძლებლობით, უსაფრთხოებით დაცვით და იმ ახალ ტექნოლოგიურ პირობებში ეს მანძილებიც დაპატარავდა, ხო? საზოგადოებრივი აზრი, მასმედია, გაზეთები, უკვე ვახსენეთ წინა ეპიზოდშიც რემარკის ცნობილი წიგნი, ხო? ისინი ხედავდნენ, რომ ეს ომი უკვე იყო გაუსაძლისი და დასასრულებელი. აი ეს როგორ ფიგურირებდა მაშინ ევროპაში და ვინ მიხვდა პირველი, რომ უნდა დამთავრდეს ან როგორ უნდა დამთავრდეს. მასმედია მუშაობს და რაც უფრო იწელებოდა ომი, უფრო და უფრო რთული ხდებოდა ომის დასრულება, იმიტომ რომ მასმედია ორივე მხრიდან მუშაობდა, პროპაგანდა მუშაობდა ორივე მხრიდან და ორივე მხარე ახდენდა მოწინააღმდეგის დემონიზაციას. ანუ რახან ომი იწელებოდა, რახან მოსახლეობა იტანჯება, რა უნდა ქნა მოსახლეობას, ესე ვთქვათ, როგორ უნდა მიცე мотиваცია. უნდა უთხრა, რომ მეორე მხარეს არიან ბოროტების პოციკულები. ნუ ახლა რა თქმა უნდა არ მოხდა ისეთი დემონიზაცია, როგორც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, იმიტომ რომ ეს მაინც არ იყო იდეოლოგიური ომი, პირველი მსოფლიო ომი, მაგრამ დემონიზაცია მაინც მიდიოდა. რომ ომი გაეგრძელებია და რახან დემონიზაცია მიდიოდა, ამავე დროს უფრო და უფრო რთულდებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებები. იმიტომ რომ თუ ეხლა შენ მოაწერ ხელს დაზავებას დემონთან, შენ მოსახლეობა გეტყვის რომ რა ემშმაკთან, რა ვიცი, გეტყვის რომ მოიცა რისთვის მომობდი ეშმაკი თუ იყო ეხლა მოაწერე ხელი დაზავებას მშვიდობას როგორ შეიძლება და აი ამაში შეუშალა ხელი ძალიან. მოდი ეს ომი გაიწელა და მე გერმანია მოახდინა ესე ვთქვათ გარდატეხა აღმოსავლეთ ფრონტზე. რუსეთში მოხდა თებერვლის რევოლუცია, ამის მიუხედავად რუსეთმა გააგრძელა ომი გერმანიის წინააღმდეგ. მოდი რუსეთის რევოლუციას საკე ვილაპარაკოთ ხო საკე ეპიზოდში და რამდენიმე თვეში ამას მოუყვა უკვე ბოლშევიკური რევოლუცია, რასაც მოუყვა რუსეთის გამოსვლა ომიდან და გერმანიასთან სეპარატული ზავის გაფორმება. ანუ გერმანიამ ერთ ფრონტზე ომი ესე ვთქვათ დაასრულა, ხო? მიხედა იქ ევროპას ეს პრობლემა მოაგვარა, მაგრამ რა მოხდა ამასობაში? სამ რუსეთი დუღდაში ეს უბედურებები ტრიალებდა. გერმანიამ თავისი პიტაბი ვთქვათ უტვინო დიპლომატიით ჩაითრია ომში ამერიკა. ეხლა დღეს შეხვდები უამრავ ესე ვთქვათ სწავლულ მეცნიერს, რომელიც აგიხსნის, რომ ამერიკა პირველ მსოფლიო ომში ჩაება, იმიტომ რომ დაინახა, რომ ბალანსი შეიძლება დარღვეულიყო ევროპაში, რომ შეიძლება გერმანიას გაემარჯვა, ევროპაში დაინგრეოდა ძალთა ბალანსი, იმიტომ რომ გერმანია მოაჯდებოდა მთლიან კონტინენტს და მერე შეუფრინა პრობლემას ამერიკასაც და რომ ძალთა ბალანსს ვეღარ იცავდა უკვე ინგლისი ძალები არ ყოფნიდა. სისულელია. იმიტომ რომ მოდი გავყვეთ ფაქტებს. როგორ მოხდა ამერიკის ჩართვა ომში? რაღაც მომენტში გერმანელებმა სამხედროებმა ცხადია გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო რომ როგორმე ინგლისი გაეთიშათ ომიდან. როგორ უნდა გაეთიშათ? ინგლისის იმ პერიოდში ისე როგორც გერმანიას თავის გამოკვება უჭირდა. ანუ იქაც ესე ვთქვათ არ არის დღემდე ნაყოფიერი მიწა როგორც არის თქვენ საფრანგეთში. ხო, საფრანგეთს არ უჭირდა თავის გამოკვება, ინგლისს უჭირდა. ინგლისს უწევდა იმპორტირება დიდი რაოდენობით საჭმლის ამერიკიდან ძირითადად. და გერმანიის გენშტაბში გააწყვიტეს და იმ პერიოდში გერმანიას მთლიანად მოაჯდა თავზე ლუდენდორფი, რომელიც მანამდე ლუდენდორფი და ჰინდენბურგი ეს ორი ადამიანი ძალიან საიმმნიშვნელოვანი გერმანიის ისტორიაში იქამდე ხელმძღვანელობდნენ გერმანიის არმიას აღმოსავლეთის ფრონტზე და მათ დაამარცხეს რუსეთის ორი არმია, ისინი მოიგერიეს რუსები და მე იქცნენ გმირებად. და მოყოლებული იქიდან ლუდენდორფი ხდება პრაქტიკულად გერმანიის გამგებელი. გერმანიის ჯარების სავარსარდალია გერმანიის გამგებელია პრაქტიკულად. ის გადაწყვეტს, რომ მოდი დავიწყოთ ჩვენ შეუზღუდავი წყალქვეშა ომი ინგლისის და ამერიკის წინააღმდეგ. ამ წყალქვეშა ომის შედეგად მოდი ჩვენ მოაქციოთ ინგლისი ბლოკადაში, ინგლისი ვაშიმშილოთ, ინგლისი დაგვნებდება და ამასობაში კი ამერიკელები გაბრაზდებიან და ალბათ ომს გამოგვიცხადებენ, მაგრამ სანამ ამერიკა ჯარს შექმნის, ამერიკას იმ დროს ძალიან სუსტი ჯარი ყავს. ამერიკა ჯარს შექმნის და ამერიკა მე ამ ჯარს კონტინენტზე გადმოსხამს, ამასობაში ჩვენ ყველას დავამარცხებთ. მე რაც უნდა ისქნას. ეს იყო გათვლა. და როცა დაიწყეს შეუზღუდავი წყალქვეშა ომი, ამას მიაყოლეს თან კიდევ გენიალური მსოფლიო ისტორიაში ცნობილი
დეპეშა მექსიკის პრეზიდენტის სახელზე და დეპეშის ავტორი იყო ციმერმანი, საგარეო მინისტრი გერმანიის. დეპეშაში ეწერა, რომ მოდი თუ ამერიკა ომში ჩაიბმება, გამოუცხადეთ თქვენ მექსიკელებმა ომი ამერიკას და წაართვით სამხრეთ შტატებიო რა, ტეხასის შტატები, რომელიც იყო სხვა შორის ადრე მექსიკას ჰქონდა. პლუს ეწერა, რომ ამერიკას უწაართვით ამ ტერიტორიებს, ეს ხო კარგი და იქნებერი ისიც ქონათ, რომ თქვენ დახმარებით თუ მიორთავენ გერმანელებს მექსიკელებს, იაპონია ჩავითრიოთ ომში, რომ მანაც გამოუცხადოს ამერიკას ომიო. ეს დეპეშა გატეხეს ინგლისელებმა წაიკითხეს. ეხლა როგორ? როცა დაიწყო ომი, ინგლისელები დააჯდნენ ეგრევე ერთი თუ ორი არხი არსებობდა სულ, საიდანაც გერმანელები უკავშირდებოდნენ ვაშინგტონს. ვაშინგტონში თავიანთ საელჩოს და იმ არხს აჯდნენ ინგლისელები კითხულობდნენ ყველაფერს. ინგლისელებმა წაკითხეს ნაწილი ამ დეპეშის, ჩაიგდეს ხელში ეს ტელეგრამა, რომელიც გაიგზავნა გერმანიიდან ვაშინგტონში, გერმანიის საელჩოში, მაგრამ თვითონ კი წაიკითხეს, მაგრამ ამერიკელებს ვერ გაუმხილეს. რატომ ვერ გაუმხილეს? იმიტომ რომ ხო ეტყოდნენ, რომ ახლა ჩვენ ვაზი ვართ ამ მიწერ-მოწიროს ვკითხულობთ, იმიტომ რომ უკვე ამერიკის შესაქმნელების შარევას ნიშნავს, ცხვირის ჩაყოფას ნიშნავს ამერიკის უსაფრთხოებაში. მაგრამ მე მოხდა ისე, რომ ეხლა რა მოხდა? ვაშინგტონში გაუზარნეს თავიანთ ელჩს გერმანელებმა ეს დეპეშა, ამ ელჩს მე უნდა გადაეგზავნა ეს დეპეშა მექსიკაში გერმანიის ელჩისთვის და მექსიკაში გერმანიის ელჩს უნდა წაიღო უკვე მექსიკის მთავრობაში ეს დეპეშა. ესე იყო რა ჩაფიქრებული. ინგლისელებმა წაკითხეს უკვე მე ის დეპეშაც, რომელიც უკვე გერმანიის ელჩმა ვაშინგტონში გადააგზავნა გერმანიის ელჩთან მექსიკაში. ისიც წაიკითხეს მე უკვე რა. იმან ხელახალი კოდი დაადო ხელახლა. და მე ამერიკეთთან ნივდეს და უთხრეს, რომ ჩვენ ეს დეპეშა ჩავიდეთ ხელშიო, რომ ჩავიდეთ ხელში მექსიკაშიო რა. ის კი რომ ვაშინგტონში წავიკითხეთ, მექსიკაში წავიკითხეთო. ანახეს ამერიკელებს. და ამერიკელებმა თავიდან არ დაიჯერეს. თქვენს რო ეხა სიგიჟე ამას უგურ გაბედავდნენ გერმანელები. და ამ დროს უკვე დაიწყეს გერმანელებმა ჩაძირვა ამერიკული ხომალდების წყალქვეშინავებით. ანუ იმ პერიოდში გერმანელების ფლოტი ვერ ერევა, ანუ ჩვეულებრივი ხომალდები ისინი ვერ ერევიან ვერანაირად ბრიტანეთის ხომალდებს, მაგრამ წყალქვეშინავები მაგრადოვობენ ძალიან და აყენებენ ძალიან დიდ ზიანს. და ამერიკელებიც თავიდან ვერ იჯერებენ, რომ მსგავსი რაღაცა შეიძლება გერმანელებს მიეწერათ პირდაპირ ამ მექსიკის მთავრობისთვის. მაგრამ მე ამ ციმერმანს კითხეს ჟურნალისტებმა, რომ თქვენ მართლა დაწერეთ ეგეთი წერილი, ეგეთი დეპეშაო? იმან თქვა, რომ კი, დავწერიო, მაგრამ რა პრობლემაო? მე ხო იმას თავაზობდი, რომ ომში ჩაბულიყო მექსიკა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამერიკა ჩაებებოდა ომშიო. მხოლოდ მაშინ, რომ დაადასტურა ამ კაცმა. აი, ამაზე უფრო გიჟური და ბრიყული საგარეო პოლიტიკა, რაც მაშინ გაატარა გერმანიამ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ესე ჩართეს, ჩაითრიეს პირდაპირ შეიძლება ითქვას ძალით გერმანელებმა ამერიკა პირველ მსოფლიო ომში. რა თქმა უნდა, ამის პირ უცხადებს ომს. ეს რომელი წელია? 17 ძალიან ბევრს ყოყმანობს სხვა შორის ვუდრო ვილსონი, ამერიკის პრეზიდენტი ომის გამოცხადებაზე მაინც, მაგრამ ბოლოს ეს ციმერმანის წერილი დაატყდება თავზე უკვე უცხადებს ომს. კიდევ ერთი სისულელად ჩაიდინეს იმ პერიოდში გერმანელებმა, ისინი ცდილობდნენ რუსეთთან მოლაპარაკებას, მორიგებას, რომ იქნებ აიმუშავებიათ ეს ძველი კავშირი, ნათესაური ნიკოლოსსა და ვილჰელმს შორის, ეთქვათ, რომ აი მოდი ახლა ოღონდ შენ უღაგვეომები და სრულდებებით შენი იყოს და ყველაფერი შენი იყოს. ნიკოლოზი უარს ამბობს ყველა მოლაპარაკებაზე, ის ბოლომდე ერთგული რჩება ალიანსის საფრანგეთთან და ინგლისთან და რაღაც მომენტში ხდება ისე, რომ გერმანელები წაართმევენ რუსეთს პოლონეთს. პოლონური ნაწილი რაც არის რუსეთის იმპერიის, იმას წაართმევენ და მერე იქ შექმნიან დამოუკიდებელ პოლონეთს, ესე დაარქმევენ. ანუ ეს ხადია კიდევ ერთი დარტყმა რუსეთზე. გერმანელი რო ხდა წაართმევენ რუსეთს პოლონეთს, იქ რო ქმნი დამოუკიდებელ პოლონეთს, ოღონდ ცხადი არ იყო დამოუკიდებელი, ფიქცია იყო. გერმანიის გავლენის ქვეშ იყო. ცხადია ამით მთლიანად გადაუსვეს ხაზი რუსეთთან მოლაპარაკების რაიმე პერსპექტივას. ესეთ გაკეთდა გერმანელი სამხედროების დაჟინებით და დაჟინებით რატო მათ მიაჩნდათ, რომ პოლონელები მაგარი მეომრები არიან, ეხლა ისინი ჩვენ ჯარში რო ჩაეწერებიან, ჩვენ რუსეთს დავამარცხებთ, ფრანგებსაც დავამარცხებთ პოლონელი მეომრების დახმარებით. ანუ ისევ და ისევ სამხედრო მოსაზრებებმა გადააზალა დიპლომატიური მოსაზრებები და ეს არ შეიძლება. სამხედროებს თავიანთი როლი და ფუნქცია აქვთ და პოლიტიკოსებს, დიპლომატებს თავისი და აი ეს აირია გერმანიაში. სამხედროები მოაჯდნენ თავზე ყველაფერს. ამერიკის თემა რო ამოვწუროთ, როგორ რა ფორმით ერთვება ომში, თუ უკვე 1917 წელია, ის უბრალოდ მხარდაჭერას უცხადებს და აღმოუჩენს ინგლისს, ფინანსურს, ტექნოლოგიურს, იარაღით თუ ჯარს გადაცხამს მოგვიანებით, იმიტომ რომ ჯერ ჯარს შექმნა ჭირდება საფრანგეთში. იმიტომ იქ მიდის ომი ინგლისსაც უნდა, ხო? და პლუს ამ თუცა ერთობა ამერიკა ომში, უბრალოდ ომში კი არ მიდის, 14 პრინციპს აცხადებს ვილსონი, თავის 14 პუნქტი უпростоრეთ. და ერთ-ერთი პუნქტი არის ერთა ლიგის შექმნა. ამერიკელები ომში მიდიან, თან ვილსონი იყო პრეზიდენტად, ღმერთმორწმუნე, რომელსაც ესე თქვათ, მიაჩნია, რომ ღმერთის ნებას ასრულებს დედამიწის ზურგზე და მიაჩნია, რომ თუ კი ეხლა ევროპაში ომი დასრულდება ისე როგორც ამერიკას უნდა, ერთ-ერთი პირობა იყო ერთა ლიგის შექმნა, მერე ომები აღარ იქნება.
ანუ ამერიკელებს მიაჩნევთ, რომ ეს ომი დაიწყო, იმიტომ რომ ევროპელებმა აურიეს ყველაფერი, ევროპელებმა არ იციან არაფერი მშვიდობაზე, ევროპელები ემყარებოდნენ ძალთა ბალანსს, ძალთა ბალანსը ვერ გაამართლა, დაიწყო ეს კატასტროფა, ამიტომაც რო აღარ იყოს ომი არასოდეს, უნდა შეიქმნას ერთა ლიგა და ყველა უნდა შევიდეს ერთა ლიგაში. და ეს არის, გაეროს წინამორბედი და აქ შეიქმნება წესები და ეს იქნება წესებზე დამყარებული rules based order შეიძლება ითქვას, ხო, წესებზე დამყარებული წესრიგი. როგორც ტერმინი დიდი ხანია ჩვენ ჩაგვესმის ხურში. მაშინ გამოჩნდა პრინციპში პირველად შეიძლება ითქვას და კიდე სხვა პუნქტებიცაა 14 პუნქტში 14-ის. და აცხადებს 14 პრინციპს რას ნიშნავს? ეს არის წინაპირობა რომ ომში ჩაერთოს თუ ეს არის მისი მიზნები რომ ომში გამარჯვების შემდეგ ის უზრუნველყოფს აი ამ ერთა ლიგის შექმნას და ამ პრინციპის ამ პირობების განხორციელებას, კი, ამ პირობების განხორციელებას და მოუწოდებს ყოველს რომ შეუერთდნენ ამ მოკავშირეთა პირველ რიგში მოუწოდებს რომ ამ პრინციპებს შეუერთდნენ. ოღონდ საფრანგეთი და ინგლისი ამ პრინციპებს უერთებიან გარკვეული პირობებით. ერთ-ერთი პუნქტი ვილსონის თუ არ ვცდები მეორე გულისხმობს ზღვებზე თავისუფლებას. და ეს ეწინააღმდეგებოდა ინგლისის ინტერესებს, იმიტომ რომ მან ბლოკადა მოუწყო ზღვაზე გერმანიას და ამის წყალობით მოახშო გერმანია, როგორც ვიცით. როცა მე წავიდა მოლაპარაკებები ამ პუნქტებზე, ინგლისელებმა თქვეს, რომ ჩვენ ამ პუნქტს არ ვითანხმებით რა. ამიტომ ბოლომდე ანუ მას უნდა ინგლისის ზღვებზე დომინაცია, გავლენა, უფლება ექსკლუზიური, რომ რაც უნდა დაკეტოს და რაც უნდა გახსნას და ამერიკა ეწინააღმდეგება ამას. ყველა წყალი უნდა იყოს თავისუფალი. ყველაფერი ყველასია. ხო, წყლებში ყველას გემი მოძრაობს, ვისაც სად უნდა თავისუფალი. კი ბატონო, ეს იყო ერთ-ერთი პუნქტი იყო. დღეს არ არის ეგრე, არა თქმა უნდა. დღეს არ არის ეგრე. ერთ-ერთი პუნქტი იყო ფარულ დიპლომატიაზე ვარის თქმა, ანუ ხელშეკრულებები უნდა გასაჯაროვდეს და მოლაპარაკებები უნდა იყოს შეიძლება ღია. ესეთი პუნქტები იყო. ერთ-ერთი პუნქტი იყო ავსტრიის იმპერიაში მცხოვრები ხალხის ავტონომია, განთავისუფლება. და ავსტრიის იმპერია მე დაიშალა კიდევაც ამ ომის შედეგად, როგორც ვიცით. ძალიან საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში 1917 წელს ბალფურის დეკლარაცია, ალბათ ბევრს გაუგია, ინგლისის საგარეო მინისტრის ბალფურის დეკლარაცია, ის მიმართავს როტშილდს, ლორდ როტშილდს და ეუბნება, რომ ჩვენი მთავრობა, მისი უდაბლესობა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ებრაელი ხალხი იმსახურებს კონდეს თავისი სახლი. სახელმწიფო არ ახსენებს სხვა შორის თავისი სახლი პალესტინის ტერიტორიაზე. ასე ჩაიყარა საფუძველი ისრაელის სახელმწიფოს შექმნას. ოღონდ ხას უსვამ სახელმწიფოზე არ არის ბალფურის დეკლარაციაში საუბარი. ეხლა ისტორიკოსები დღემდე კამათობენ რა მოხდა, რა იდგა ამის უკან. ლოიკური ვერსია არის, სანაცვლოდ ინგლისის მთავრობა მაშინ მიიღო ფული როტშილდებისგან მათ შორის, მაგრამ ამისი დამტკიცებელი საბუთები არანაირი არ ჩანს და მხოლოდ შეიძლება რაღაც ეჭვი იყოს, მეტი არაფერი. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ქნეს, ამბობენ რომ იყო ის, რომ იმ პერიოდში ვილსონი, ამერიკის პრეზიდენტი იყო მოქცეული, უამრავი ებრაელი მეგობარი ყავდა, იყო მათი გავლენის ქვეშ. ჩვენ ვიცით ამერიკაში როგორ უყვართ ესე ვთქვათ ისრაელი მაშინ არ იყო, მაგრამ როგორ უყვართ ესე ვთქვათ ებრაელები, როგორ უყვართ ამერიკა მორწმუნე ხალხი, ამიტომაც ბიბლიას ესე ვთქვათ თაყვანისმცემდნენ მაშინ განსაკუთრებით, მათ შორის ძველ ახმას ხადია. და მიიჩნე ისე თქვათ სამიზნე ბალფურის დეკლარაციის იყო მათ შორის ამერიკელები, რომ მათ შტაბ-ბიჭებმა მოეხდინათ. ხო, მაგრამ ეს არ გაჩენილა ეს დეკლარაცია მოწმენილ ადგილას, მანამდე იყო ამ ებრაული თემის ძალიან დიდი კამპანია და მცდელობა და სურვილი, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ, ხო, უკვე სიონიზმი არსებობს, დონაციები გროვდებოდა, ფინანსდებოდა. ანუ ეს კამპანია ძალიან ხმოვ არსებობდა და ბუნებრივია, ხო, რაღაც მომენტში ალბათ, რა თქმა უნდა ლოგიკურია, რომ ფინანსურ რესურსზე მიდის ეჭვი, ხო, რომ ამას შემხედრი წინადადება გადაიდგა და ან შეიძლება უანგაროთაც დადასტურდა ის, რომ კი ბატონო, თქვენ თუ კი ამ სოფლიოში ახალი წესრიგი იქმნება და ასეთი გადაადგილებები უნდა მოხდეს, მათ შორის და ერთად თვითგამორკვევა ძალიან აქტუალური საკითხია. კი ბატონო, ესე ჩდება მაგაში. ავსტრიის მაგალითზე თუ ჯდება, ებრაელებმა რატო არა, თან ხა ებრაული და კიდევ ერთი მომენტია. დიდიც და ძლიერიც. კი ბატონო, ერთი მომენტია კიდევ. პალესტინა მაშინ არის თურქეთის იმპერიის, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, ამით ურტყამენ თურქეთს, როგორც გერმანიის მოწინააღმდეგეს. და ამ დროს დაგვაგვიწეს ჩვენ ცნობილი პოლკოვნიკი ლოურენსი, რომელიც იქ შეაგზავნეს და აუჯანყეს არაბები მისი ხელით თურქეთის იმპერიას და აომეს საკმაოდ კარგად. ანუ მაქსიმალურად ცდილობს ინგლისი, რომ რახან ახლა თურქეთი აღარ ამისი მოწინააღმდეგე, თურქეთი დაშალოს, ამ მიზანს მიახსებს კიდევაც, ხო, იმპერიას დაშლის ყოველ შემთხვევაში. რაც შემორჩება. ან დაშლის პლუსი ისიც არის, რომ თუ კი ეს გადასცეს გავლენა რუსეთს და ჩვენ ხედავთ კავკასიაში რა გააკეთა, რუსეთის იმპერია იერთებს ამ მიწებს, ხო, თუნდაც იგივე ტიპის პოლონეთი ხო აღარ იქმნება, ან რაღაც ნახევრად დამოუკიდებელი ოღონ გავლენის ქვეშ არსებული სახელმწიფოები, ნაკლები შეხვდეს ამ რუსეთსაც, ხო? შეიძლება სრუტე წაიღოს, მაგრამ რატო უნდა წაიღოს მთელი ოსმალეთის იმპერიის? მთელი ოსმალეთის იმპერიაზე არც გქონიათ პრეტენზია რუსეთს, ეხლა
ჩვენთან ბევრს მიაჩნია რომ მთელი მსოფლიო უნდა თავისთვის, მაგრამ ეხლა იციან საკადრო მთელ მსოფლიოს 100 წელი ვერ წაიღებენ. მათი პროგრამა მინიმუმი იყო, ესე უყურებდნენ, აი უსაფრთხოებისთვის სრუტეების ჩაკეთვა ესე უყურებდნენ რა და მე კიდე რამე თუ წაიღებენ კი ბატონო ახლა. ჩვენ შემდეგ ეპიზოდში ვილაპარაკებთ პარიზის კონფერენციაზე, როგორ დამთავრდა ეს ომი და როგორ გაფორმდა მისი დასრულება, მაგრამ ამ ეპიზოდში მოდი ხა მიყვეთ რა მაიძულა გერმანია როგორ გამოეცხადებინა და სად ქვია კი ამას დამარცხება თუ რა ქვია? როგორ დასრულდა ეს ომი? აი ესაა ძალიან საკამათო. ანუ როცა რუსეთთან გერმანელები მოაგორებენ ყველაფერს, იქ რევოლუცია მოხდა და ამიტომაც რუსეთი გაეთიშება ომს საერთოდ, ამაზე კიდევ ერთხელ საკე ვილაპარაკებთ ჩვენ. მე მთელი ძალებით შეუტევენ ისევ საფრანგეთს, რომ პარიზი აიღონ, მაგრამ ვეღარ აიღებენ ძალები არ ეყოფათ და ამ დროს უკვე ამასობაში ამერიკელებიც მოუსწრებენ ფრანგებს და ერთად გააჩერებენ რა გერმანელებს და როცა პარიზს ვეღარ აიღებენ მე ლუდენდორფი, ვინც ამ დროს ისე და ისე მართავს ფაქტიურად გერმანიას, ფიქრობს რომ იქნებ დრო მოიგოს, ჭუაში მოატყუოს ამერიკელები მიაჩნია გულუბრყვილო ხალხია, განსაკუთრებით გულუბრყვილოდ მიაჩნია ვილსონი, მათი პრეზიდენტი, რომელიც ძალიან რელიგიურია და ლუდენდორფის იდეა არის, რომ მოხდეს გერმანიაში ეწოდებული დემოკრატიული რევოლუცია, ეს ასნიშნავს. რომ იმპერატორმა მთავრობაში დანიშნოს პარლამენტის წევრები რა და პარლამენტის როლი გაიზარდოს, სათო რომ ამერიკელებს თავი მოაწოვონ, რომ გერმანია დემოკრატია გახდა. ეს ერთი და მეორე რომ გერმანია მიიღოს უპირობოდ 14 პუნქტი. ვილსონის 14 პუნქტი და ახლა თავიდან ყველას უკვირს რომ მოიცავ 14 პუნქტს, არავინ არ იღებს უპირობოდ მათ შორის გერმანიის ბოდიში ამერიკის მოკავშირეები ეუბნებიან და ჩვენ რატომ მივიღოთო, მაგრამ ეს ხრიკია ლუდენდორფის რომ იქნებ ესე თქვა ამერიკელები მოატყუოს, ამერიკელები ჩამოაშოროს საფრანგეთს და ინგლისს ამასობაში დრო მოიგოს ჯარის ესე თქვა გადაისროლოს ახალ პოზიციებზე და ამოასუნთქოს ჯარს, რომელიც ამ დროს ძალიან დახლი და გამოფიტული, მაგრამ არ გამოუვა ეს ტრიუკი, იმიტომ რომ ფრანგები და ინგლისელები აუხსნიან ამერიკელებს რომ გატყუებენ, ეს ერთი და მეორეც ამასობაში კიდევ გერმანელები ჩაძირავენ კიდევ ერთ ამერიკულ ხომალდს, ეს ტრიუკი არ გამოვა და საბოლოო ჯამში ვილსონისგან მოვა პასუხი, რომ მე დაველაპარაკები არა ომის გამჩაღელებს, არამედ დაველაპარაკები მხოლოდ გერმანელი ხალხის ღირსეულ წარმომადგენლებს და მოხდა ისე რომ რახან უკვე გერმანია გამოიფითა და უკვე ქაოსი იწყება ქვეყანაში. ქვეყანა რევოლუციის პირასაა მისული ფაქტიურად და მართლა რევოლუციის ცდილობები იყო და ჯარი რო არა გერმანიის სოციალ-დემოკრატია ძალიან ძლიერია კომუნიზმიც და კომუნისტები და რევოლუციებს იწყობენ და რო არა ძლიერი ჯარი გერმანიის იქ რა მოხდებოდა ღმერთმა უძღის ამ ჯარმა ჩაახშვეს რევოლუციები და საბოლოო ჯამში ხდება ისე რომ ამ სამარცხვინო დაზავებას ნოემბერში რომელს აწერენ ხელს არა ის გერმანელები ვინც ომი წამოიწყეს თავის სისულელები და მეროები აღარ დაასრულეს არაფრით არამედ ის ხალხი, ვისაც ომის დაწყებასთან არაფერი ხელი არ აქვს. არნაირი კავშირი არ აქვს ომთან და მე მათ დაბრალდათ ღალატი ბჭყალებში და ეს ნოემბრის მოღალატეები გაჩნდა ეს ტერმინი, რომ აი ნოემბრის მოღალატეებმა გერმანია დაუყურეს, ზურგში დანა ჩასცეს და ისინი რო არა გერმანია გააგრძელებდა ომს და ალბათ მოიგებდა. ხო, ეს ნოემბერთან ძალიან ძიმეთვია, ხო. ნოემბერში ხდება ასევე ოღონდ ერთ წლით ადრე რუსეთში რევოლუცია ზუსტად. ანუ ძალიან ძიმე ნოემბრები გამოიარა იმ პერიოდში კაცობრიობა, ნუ რამდენი რაღაცა მოხდა, მოდი ახლა ისე ჩამოთვალოთ და მე გავშალოთ ეს თემები. სომხების ხოცვა-ჟლეტვა თურქეთის იმპერიის ტერიტორიაზე, უმძიმესი ისტორია, რომელმაც, რა ვიცი, განაპირობა ალბათ მთელი სომხური იდენტობა, კი, ზუსტ იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სომხური ჰოლოკოსტი არის ეს გენოციდი. ეგ ერთ-ერთი, ხო? მე რუსეთის რევოლუციაც ცალკე გვაქვს პოდკასტი, იმიტომ რომ ეს არანორმალურად მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი მსოფლიოს ისტორიისთვის. ომში მიდის, ფრონტზე მიდის ბენიტო მუსოლინი, ბრუნდებოდა ქმნის ფაშისტურ პარტიას იტალიაში. ჰიტლერის შოკს განიცდის ნოემბრის ღალატის გამო ბჭყალებში ამ დაზავებაზე ხელის მოწერის გამო. და ნუ აი ინგრევა თურქეთის იმპერია, ინგრევა ავსტრიის იმპერია, ინგრევა რუსეთის იმპერია, ოღონდ დროებით როგორც აღმოჩნდება. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა. ამერიკა გამოდის საერთაშორისო ასპარეზზე, ანაცვლებს ბრიტანეთს და შემდეგ ეს ომი სრულდება უკვე ამ ერთალიგის შექმნით ბრესტის ზავით და 1000 ბრესტის ზავი, ეს ბრესტის ზავი მანამდე ეს ომი მიდის გერმანელები მოაწერებენ ხას ერთალიგის შექმნა მოგვიანებით ხო უკვე რა. ანუ შეიძლება ითქვას რაღაც გაგებით პირველი მსოფლიო ომმა ალბათ უფრო განაპირობა თანამედროვე სამყარო ვიდრე მეორე. მეორე ცხადი უფრო კატასტროფული იყო გაცილებით, მაგრამ პირველი იმდენი ცვლილება მოიტანა, რაც მეორეს ალბათ არ მოუტანია. კომუნიზმიც, ნაციზმიც, ფაშიზმიც სამივე არის შედეგი პირველი მსოფლიო ომის, კი. და ოღონდაც, ნუ, კარგი რაღაცებიც მოხდა, იმიტომ რომ სამწლიანი საქართველოს დამოუკიდებლობა იყო პირველი მსოფლიო ომის პირდაპირ შედეგი. რო არა პირველი მსოფლიო ომი,
ჩვენს და ვინ გვიბოძებდა და მოგიდებოდობას. მე იმ პოდკასტში ვილაპარაკებთ, მაგრამ ამ ომის წვლილი რევოლუციაში იყო უდიდესი, ხო? რა თქმა უნდა. რო არა ეს ომი რუსეთში რევოლუცია არ მოხდებოდა, ნიკოლოზ თავიდან ჭკვიანი ხალხი მათ შორის, აი ის ვიტე ფინანსთა მინისტრი ყოფილი პრემიერი, რომელიც თბილისში გაზრდილი იყო, ეუბნებოდა რომ ეს ომი დაღუპავს რუსეთის იმპერიას, და ჩვენ არ გვაქვს მამის ფუფუნება, იმიტომ რომ ყიფე სახელმწიფოა შინიდან, იმიტომ რომ რევოლუციის ტალღა იყო უკვე რუსეთში მანამდე იყო 1905 წელს ძალიან სერიოზული რევოლუციის ტალღა იყო ერთხელ. და ეს რევოლუციის ტალღა არ წასულა არსად, დროებით ჩაახშეს მხოლოდ. და ვიტე ამბობდა რომ თუ ეხა ჩვენ ამ ომში დავმარცხდებით და თუ განადგურდება ჩვენი ჯარი, ჯარზე დგას რუსეთი და ჯარი თუ განადგურდება მოიშლება ქვეყანა საერთოდ. ხო, აღმოჩნდა რომ გერმანიაში ჯარმა ითამაშა გადამწყვეტი და საერთოდ დღესაც კი ჯარები მნიშვნელოვანი რომ თუ ჯარი არ იშლება ქვეყნები ინარჩუნებენ, ირანის მაგალითი ამას ადვილად აჩვენებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ომის ძირითადი ნაწილი, რაც პირველ მსოფლიო ომს ეხება ეს ეპიზოდი დღეს დავასრულოთ ამით. რაღაც მომენტებში კიდე მიუბრუნდებით ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ მიუბრუნდებით, იმიტომ რომ ეხლაც უსწრებთ ჩვენ რაღაც მოვლენებს და უკვე შემდგომი თემები შემოგვაქვს და შემდეგ ეპიზოდში უკვე ვილაპარაკებთ აი ამ ომის გაფორმებაზე, ხო, როგორ დასრულდა ეს ომი, პარიზის კონფერენცია, მართლა ის არქიტექტურა რა შეიცვალა და უკვე 1918 წლისთვის ჩვენ რანაირი მსოფლიო მივიღეთ. ამით შეგვიძლია დავასრულოთ.